ლოს-ანჯელესში ახლა ისეთი სიგიჟეები ხდება, რომ აი წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ მეგობრებო. აი ეს კადრი, სადაც ჟურნალის 9 News-ის წამყვანს პირდაპირ გამიზნულად პოლიცია ბუმ ესურის შუა ქუჩაში გადაღების დროს. ეხა ეს რო საქართველოში გაეკეთებინათ, ეს რო აქ მომხდარიყო, ხო გადაჭარელდებოდა მთელი მსოფლიო. აბა საქართველოში დიქტატურა, ხოცვა შლეტა, საბჭოთა კავშირი, ბელორუსია და ესეთი რამეები. ეხა რა ხდება, მოკლედ რო აგესა სანამ ვიდეოზე გადავალთ, მეგობრებო, ლოს-ანჯელესში ქუჩაში არიან ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის პროტესტანტები გამოსულები, რომლებსაც უნდათ რომ ტრამპმა კანონი უკან გაიწიოს და ილეგალ ელიენები ქვეყანაში დატოვოს, რაზედაც ქუჩებში ჩვეულებრივი ჯეტია 5 მიმდინარეობს, აი როგორც 64 კაციან სერვერზე, რავი, ერთმანეთს ვიტრინებს ამტროვენ, სახელმწიფო ინფრასტრუქტურას ანგრევენ, რავი, პოლიციებს კორდონს ქვებს ესვრიან, აზიანებენ აბსოლუტურად ყველაფერს, ნუ ვანდალები არიან ქუჩაში გამოსულები, ძირითადად მექსიკელ ამერიკელები. მეგობრებო, თავიდან ბოლომდე უნდა აგიხსნათ ეხლა რა პროცესები ხდება შეერთებულ შტატებში, რადგანაც ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ რომ ჭკუა ვისწავლოთ წინა ვიდეოში მე რაზედაც გავამახვილე პაკისტანელ და ინდოელ ილეგალ ელიენებზე. შორის ჩვენ უნდა მივმართოთ ამერიკის მაგალითს. და ჩვენმა მთავრობამაც უნდა გაითვალისწინოს თუ როგორ იქცევა დემოკრატიული ამერიკის შეერთებული შტატები ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც გამოდიან და არბევენ და ანადგურებენ აბსოლუტურად ყველაფერს, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ მეგობრებს, ასევე შეგიძლიათ დონაცია გააკეთოთ, გამოიწერეთ ჩემი პოდკასტების არხი, გამოყევით Steam-ზე, Instagram-ზე და რავი, ყველაფერი აღწერა შემითითებული. On horseback, firing rubber bullets at protesters, moving them on through the heart of LA. ეხა უყურეთ. პირდაპირ გამიზნულად ესროლა ჟურნალის ფეხში ხალხნო. აი ხა ეს რო ხარებას გაიკეთებინა. ან ზოგადად ეს რო საქართველოს პოლიციას და სპეციალური დანიშნულების იმას გაიკეთებინა, ხო? სპეცნას. აი გეკითხებით, აი თქვენ კომენტარებში დამიწერეთ რა გამოხმაურება მოყვებოდა ამას ევროპიდან. და დღეს არც ერთი ევროპელი ლიდერი აი ამაზე ხმას არ იღებს. რატო? იმიტომ რომ ამერიკის ეშინიათ და ჩვენი არ ეშინიათ. ეს არის ორმაგი სტანდარტები. ყველაფერი გაზდის ამერიკას, ყველაფერი გაზდის ისრაელს, დანარჩენი მსოფლიო, ყველამ ჭკუა უნდა ისწავლოს. ნუ სასიზღრობაა უბრალოდ რა. ჟურნალისტიაო, რატო ესრიო? არ ვიცი. ხო, ნუ ეს სიმბოლური აფრიალებული მექსიკის დროშა Sky News-ი გადასცემს ამ ყველაფერს Deep State-ის მიერ დაფინანსებული მთავარი მედია, იქაური ფორმულა ჩათვალეთ. და Sky News-ი ხარ ბრიტანული მედია და ეხა ბუნებრივია ამის რომანტიზირებას ახდენს. და ეხა რამდენი აქედან მომენტები ემთხვევა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ჩახუტებები, დროშით კოცნები, ერთი ნანუკას ლობიანები არ გამოუტანიათ და ამჯერ პიცაც გაიტანეს აქ, რავი, თომა აი რაღაცა დიდი რომანტიზება ხდება, რომ ამით კონსტიტუციაში არსებულ პრეამბულებს უპირისპირდება ტრამპი და რაღაც ზღაპრები რა. Immigration policies have ended up almost 5 months into his presidency. Pandemonium and lawlessness on the streets of one of America's biggest cities. ხო, აი მეგობრებო, რა ხდება? შეხედეთ, დააკვირდით მანქანები როგორ იწובה რა, მექსიკის დროშები როგორ ფრიალებს. და ეს არის ანტისაიმიგრაციო კანონპროექტის შედეგი, როდესაც ტრამპმა წამოაყენა, რომ ყველა ილეგალ ელიენმა და მათ შორის ფედერალური ლოს-ანჯელესისა და კალიფორნიის გუბერნატორმა გააკრიტიკეს. დონალდ ტრამპი მათ შორის ერთგვარი ბიფი წარმოიქმნა ლოს-ანჯელესის გუბერნატორი ამბობს ის რამეს რომ მეც დამიჭირეო ბარემო იმიტომ რომ მთელი შტატიო შენო მიყავსო აქო იმაშიო რა ქვია მთელი ლოს-ანჯელესი შენ მიყავსო ციხეშიო ვითომო და ხალხს უდგას რა ეს ადგილობრივ ესე ვთქვათ არალეგალ მიგრანტებს ეს და ტრამპს ეს არ ერიდება დამიჯერეთ და არც მოერიდება მაგის დაჭერა თუ დასაჭერე ის გახდა. The Mexican flag is flying and anger directed at ICE, the Immigrations and Customs Enforcement Agency, after a series of raids. The protests are now in... აი ეროვნული გვარდია ჩაერთო მეგობრებო, ეს არის სპეციალო 5000 კაციანი რაზმი გამოყო და გადასხეს ლოს-ანჯელესის ქუჩებში, რათა წესრიგის დამყარება და კონსტიტუციური უსაფრთხოებები დამყარონ შტატში, რადგან შიგიჟებები ხდება, ეგ არ ახერხებთ ხარ. Initially sparked by raids on workplaces across LA, a search to round up illegal immigrants. President Trump said he deployed the National Guard because the demonstrations here were out of control. რადგან სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. Mainly peaceful before. ანუ peaceful იყო რა, თავიდან ვარ მშვიდობიანი დემონსტრაცია იყო და გადაიზარდა მასობრივ ძალადობაში. And now this.
Projectiles are being thrown. აი არ გაგონებთ ვაიბები და ხა იმ დიამამისე შულს ეს. აი პროტესტანტები ქუჩაში არიან გამოსულები შეხედეთ. მათ გარუსება არ უნდათ. ტრამპ გაიწვია უკან ანტი-საიმიგრაციო კანონი, გთხოვილი ლელიანები და მექსიკელები აქ იყვნენ და ჩვენ ვინახოთ. ესა Sky News-ი, იქაური მთავარი არხი. და დიამამისე შვილი იქაური, ამას არ რომანტიზირებენ რა, იქ კოცნების სცენა, რომანტიზება. იქ მე კიდე ის იყო რა, ძალიან დროში თროდკასტი, მექსიკის დროში დგას რა, ვითომ გეგონება რამე საამაყო მაგაში იყოს და აი ესეთი მეგობრებო, ეს არის ლიბერალური ნარატივი რა და ეხლა მე ამ ყველაფრის დემონსტრაციას ავტოვახტე რომ მიხვდეთ ყველგან არის ერთი და იგივე ხელწერა. The police officers and in turn they're deploying these rubber bullets and tear gas. აჰა, პირდაპირ ესვრის, აი, ტყვია რეზინის ტყვის პირდაპირ ესვრი არც ერიდებად. აი, ხო გეუბნებით, კიდე ქართულ პოლიციაზე იტყვიან, აი, დედა მომიკვდეს ქართული პოლიცია. ამერიკა იმდენად ბიუროკრატიული ქვეყანა, აი, მოდი რა, ხა მე კადრებს განახეთ პირდაპირ რა. აი, ნახეთ. ნუ ეს რა, არ ეთყობა მექსიკელია ეხა, ხო, სახეზე დააკვირდით. აი, ხა მე მინდა კადრები განახოთ, აი ესეთი იქაური ლიბერალები, ამერიკელები და ეს კადრები მინდა თქვენ იცოდეთ, მაინცა ვიპოვო. აი ეს კადრი მინდოდა. აი ეს კადრი. აი ნახე. აი ტიპიური ლიბერალური რომანტიკა შუა დარბევის დროს მექსიკის დროში აღამართული მუჩაჩო ეხუტება ადგილობრივი illegal aliens და ამით გვანახებს რომ ხალხი ერთად დგას. რომ ეს არის ხალხის ზალა, რომ ლოს-ანჯელეს იცავენ გარუსებისგან, რომ არ უნდა თვალზე გაიღვიძონ ჩელიაბინსკში. რომ არ უნდათ მათ კონსერვატიული ნარატივი, რადგანაც ლიბერალური ტრაქში მრავალწერტილი მათთვის უფრო უკეთესია. აი სამწუხაროდ ეს არის რეალობა, მეგობრებო. ანუ მარტო მთავარ და ფორმულას უნდა დანაშაულებთ. სოფლიოში Sky News-ი, BBC და CNBC. მთავარი პროპაგანდისტული საშუალებები ლიბერალური მედიის ამ ყველაფერს ანახებენ, აი ეს ამოტრიალებული თავიდან ბოლომდე რა. აი ხა მოდი ეს კადრები მინდა განახოთ, ეხა უყურეთ სად არის. ნახე, აი ამას დააკვირდით, დაბლარულია უბრალოდ. დაბლარულია ეს კადრები. მანქანები მიდიან და როგორ ნახე როგორ ესწრიან. ნახე, გამიზნულად. პოლიციის მანქანებს როგორ იმოშებიან. აყენებენ ზიანს. ხო და ამერიკა თქვენი სხვა რგონიათ, ამერიკა თქვენ ის სხვა რგონიათ საქართველო. აქ ისეთი ბიუროკრატია არის, ხალხო, აი დედა მომიკვდეს, ამერიკაში ისეთი ბიუროკრატია, რომ ანუ გახსოვთ თქვენ 2020 იყო, ხო? ტრამპის სუპორტერები რო გადახტნენ იმაში კაპიტოლიუმში და პირდაპირ პოლიცია მივიდა, ეს დაიჭირა ესროლა, პირდაპირ მოკლა ადგილზე. ანუ განა რეზინის ტყვიან პირდაპირ ცეცხლსასროლი ისე რომ დაიჭირა ერთხელ მისცა გაფრთხილება ამერიკის პოლიციას ეგუფლება და მეორე ბახ ესროლა პირდაპირ. რა ვიცი ძმაო. რატო გვაბოლებთ? ეს არის ჩარლი კილკი, ტრამპის მთავარი პროპაგანდისტი და ტრაკის მწმენდავი. ნუ ზოგადად რაღაცებში ძალიან ჭკვიანია, რასაც დებატერობა ესე თქვა ეწოდება რაღაცა, მაგრამ იმდენად რადიკალი სიონისტია, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტში ამის დებატებს რო უსმინე, კემბრიჯის უნივერსიტეტში პროპალესტინელებმა გააფარჩაკეს უბრალოდ აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. There are violent demonstrations, there are ძალადობრივი კუჩები არიან გამოსულებიო, უკვე ეროვნული გვარდია ჩაერთვა ყველაფერშიო. This sort of chaos, this sort of disorder will not be tolerated. მე არ ვიქნები ტოლერანტული ამ არეულობაზე და ამ მასიურ სიგიჟეებზე, რაც ქუჩაში ხდება. And if you are flying foreign flags on the streets of America, მაგრამ შენ თუ აფრიალებ სხვა ქვეყნის დროშასო ამერიკის ქუჩებშიო, also attacking ICE agents, და თუ შენ უტევ ICE agents არიან ანტისაიმიგრაციო პოლიცია რა, ფედერალური ესე თქვათ ის არის რა ქვია სპეციალური დანიშნულების რაზმები, რომლებიც იჭერენ illegal alienებს ლოს-ანჯელესში. And attacking police, you will be arrested. შენ იქნები დაჭერილიო. რავი, ამას არ ამბობ დრენეს აი ბიჭო, იგივეს ამბობდა ჩვენი მთავრობა, ზუსტად იგივეს. ანუ ზუსტ ერთ-ერთში რასაც ჩარლი კირკი ახლა საუბრობს, იგივეს ლაპარაკობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და გდდ და ყველა აბსოლუტურად. ანუ როდესაც ხდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ტრანსფორმაცია მასობრივ ძალადობაში და როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის რაოდენობა ხალხისა არ არის იმდენი რომ ამ გზა გადაკეტოს, პოლიცია და საქართველოს მთავრობა უნდა მიმართოს, რა თქმა უნდა, კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. ანუ დაიჭიროს აქციის მონაწილეები. რავი ძმაო, უბრალოდ რატო გვაშტერებ და რატო ადარებდით ეხა იმას რა ქვია, ხო იყვნენ ეგ ნარატივი, ქოცები და ნაცები ერთნი არიან, ერთი და იგივე ხელწერა, მართლა არ გინ დედა მომიკვდეს, აი თქვენ მართლა არიცით ნაცების ხელწერა რა იყო. აი დედა მომიკვდეს და ეს არიცით. უბრალოდ არით. უბრალოდ აი, როდესაც არ გესმის, უბრალოდ უნდა გაჩვენდე. უბრალოდ უნდა გაჩვენდე და უყურო და მე ამ ყველაფერს იმიტომ განახებთ, რომ შეადაროთ
დემოკრატიული 10000-ჯერ დემოკრატიული ამერიკა თავის ხალხს რას უშვება და შეადარეთ ეგრეთ წოდებული ბელარუსია საქართველო რას უშვებოდა საკუთარ მოქალაქეებს. ცადა დედამიწა. მოფერება იყო ჩაულებრივი ქუჩებში, მოფერება. Period. We are going to restore law and order. These are not peaceful protests or peaceful demonstrations. ეს არ არის სამშვიდობო პროტესტიო, არც მაგდაბარი რაიმეო. 500 Marines on their way right now to do what is necessary to make. ანუ 500-მდე საზღვაო ქვეითი უკვე გზაშიაო იმისათვის რომ გააკეთონ ის რაც საჭიროა. Make sure that peaceful demonstration is protected. What's happening right now is anything but, and the full force of the federal government is going to be in the streets very soon. ანუ ქუჩებში მალე იქნებიან ჩვენი ფედერალური ჯარები. აჰა. ფაქტობრივი ადგილობრივი შერიფი იჭერს არასრულწლოვან დაახლოებით, რავი, 8 თუ 7 წლის გოგოს აქციაზე. მოდი ახლა წარმოვიდგინოთ ესეთ შედარება, რა შედეგები მოყვებოდა იგივე საქართველოში რომ მოხდარიყო. და ახლა მინდა ეს ყველაფერი გაიაზროთ, რამდენად ბიუროკრატიული ამერიკის შეერთებული შტატები. ანუ პოლიციას აქვს გაცილებით მეტი უფლება ვიდრე საქართველოში. ანუ შეუძლია რომ ადგილზე გესროლოს და მოკლას ადამიანი. მაგით ინარჩუნებს ამხელა შტატები, ამხელა წესრიგს ქვეყანაში. და ჩვენთან ანუ მართლა რა ეს რომ ჩვენ გაგვიკეთებინა დედა მოვიკვდეს ამეორ დღეს გერმანია, საფრანგეთი, ეუთო, ევროკავშირი, გაერო, ბავშვთა უფლებების დაცვა, იგივე ამერიკაში აგერ ვიდეო ძმაო, ფაქტობრივად ის ბავშვს იჭერენ, აგერ ხელბორკილები უჭერი, იმის რა ქვია, დაჭერილია 8-7 წლის გოგო. ამაზე ეხა მე მოუწოდებ ლიბერალებს ეს გააპროტესტებენ, რატო არ აპროტესტებენ ამას? აი ეს არის ხალხო სიგიჟე, უბრალოდ აი იმდენად მარტივი ჭეშმარიტებები არ ესმით ხალხს რომ მე 20-20-მდე სხვანაირი სამყარო მეგონა საერთოდ მე სხვანაირი საქართველო მეგონა 100,000 კაცი რო ქუჩაში ჩვენთან გამოსული იყო ისეთ დებილობაზე რომლის წარმოდგენა აი გონებაშიც არავის არ შეუულია და რომ მართლა იჭირათ რომ საბჭოთა კავშირში იღვიწებდნენ და ამ დროს ამერიკაში 7 წლის გოგონას აქციაზე იჭერენ ხელბორკილებით ხელში აი გეკითხებით მითხარი ვინ არის ახლა ბელორუსი ამერიკა თუ საქართველო სარვის აგერ ძმაო, აი კადრებს მინდა უყუროთ. გოგონას პატარა არასრულწლოვანს ხელები როგორ აქვს ეჭერილი, ეს არის არასრულწლოვანი. ეხა იმე მორალს არ მივუყვები, ღირსი არ არის ღირსი, რა დაშავა მე არ ვიცი. მე გეუბნებით ფაქტი, რა მოხდა და რა ხდება. აი ეს კადრები გვეყო ეხა გადავინაცვლოდეთ თიმარტიის მინდა შეჯამება გაუკეთო ამ ყველაფერს ხალხნო წინა ვიდეოში როგორც მოგეხსენებათ და ვინც ნახეთ ჩემი ვიდეო მათ ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა ესე თქვა გეგმა შევადგინე რომელიც პრეზენტაცია მოხდინე რომელიც წარმოადგინე აი ესე თქვა საჯარო და რავი ძალიან ბევრმა ადამიანმა ძალიან ბევრი ნახვა ქონა მაგ ვიდეოს ჩემი მოტივი მანდ რა იყო რომ თავრობამდე მივიდეს ეს მესიჯი რომ თავრობამ გადახედოს ანტისაიმიგრაციო პოლიტიკას რადგანაც თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ძალიან რთულია შესულა გამოსulis გაკონტროლება როდესაც ძალიან ბევრი შავი ხვრელები არსებობს საზღვრებს შორის აგერ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პირდაპირ მაწონებითა და იმით შემოვიდა ქვეყანაში ანუ ბევრი რაღაც არსებობს აქედან გამომდინარე საჭიროა ქვეყანამ უმკაცრესი ზომები მიიღოს სამმართველობით ამერიკის შეერთებულ შტატებში და ტრამპის ადმინისტრაციაში დაწყებული ეს პოლიტიკა არის ჩვენიერი მაგალითი რომელიც ჩვენ უნდა ავიღოთ და ვისწავლოთ რომ ყველა არალეგალი უნდა იყოს შესაბამისი დეპარტამენტი უნდა არსებობდეს რომელიც ამ ყველაფერს გააკონტროლებს და გაადეპორტებს ქვეყნიდან რადგანაც ეს არის ძალიან დიდი და სერიოზული საფრთხე როდესაც ხდება ასიმილაცია და როდესაც ხდება კულტურული ჩანაცვლება სხვა ხალხების საქართველოში ეს არის საშინელება რასაც ჩვენ უნდა ვებრძოლოთ თუ ვინმეს უნდა საქართველოში ვიზიტი, კეთილი იყოს მისი მობრძანება 90 დღე, იყოს სავიზო, ესე ვთქვათ, რეჟიმის მკაცრი კონტროლი, იმის იქით, სტუმარი ღვთისა, მაგრამ როგორც მოსულით გაგვახარეთ, ასევე წასულით უნდა გაგვახაროს აბსოლუტურად ყველამ. და ვისაც მოქალაქეობები და ეგეთი რამეები ჭირდება, ქართული ენის სოდნა, ქართული კულტურის აღიარება, 10 წელზე მეტი ცხოვრების და სამუშაოს გამოცდილება, ძალიან რთული პროცესი უნდა იყოს, როგორც ისრაელშია მაგალითად. ამიტომ ძალიან კარგია ამერიკის ეს მაგალითი, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სხვადასხვა ქვეყნებისთვის, იმიტომ რომ რაც მეტი მულტიკულტურული მსოფლიო არსებობს და რაც მეტად იქნება სხვადასხვა ქვეყნების იდენტობა შენარჩუნებული, მით უფრო საინტერესო, მით უფრო სამართლიან და მით უფრო ანტილიბერალურ სამყაროში ვიცხოვრებთ, სადაც კულტურები გადარჩება, ფასეულობები გადარჩება და ღირებულებები გადარჩება. ეს არის ჩემი მესიჯი.
ეს არის მეგობრებო ლოს-ანჯელესში მიმდინარე მოვლენები, ახლაც ქუჩაში მიმდინარე საპროტესტო აქციები, ახლაც გამოსვლები არიან იქ ლიბერალები, მსგავსად როგორც პარლამენტთან იყვნენ და ისინი თავს ესე ვთქვათ იმით იქილიკებენ, რომ ისინი არიან ვითომ მშვიდობისა და დემოკრატიის მერცხლები, სინამდვილეში არიან მოძალადეები, სინამდვილეში არიან ვანდალები და ბარბაროსები, რომელსაც სახელმწიფო და პოლიცია რაც შეიძლება მკაცრად უნდა გაუსწორდეს, რადგანაც ესეთი ადამიანების პრევენცია და დაჭერა თუ არ მოხდა სპეციალურ პენიტენციალურ და ასე ვთქვათ სამსახურის მიერ, სხვა შემთხვევაში მივიღებთ ქაოსს და განადგურებას, რადგან ლიბერალს არ შეუძლია რამე აშენოს. ლიბერალი მხოლოდ ანადგურებს, მხოლოდ სპობს და მხოლოდ ბარბაროსობით არის დაკავებული. ასე რომ უფრთხილით მაგ გაუკუღმართებულ ხალხს. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და დროებით.